ახლა კი ჩვენი სტუმარი უფრო კეთილი ვიდრე სამარიტელი ორგანიზაცია გენი ქართულის დირექტორი ანი მენაბდე. ანი მენაბდე. ესე იგი დღეს დაიწყო მეორე ეტაპი პროექტისა თბილი ზამთარი. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩვენ შესახებ გენი ქართული 2015 წლის 15 თებერვლიდან ფუნქციონირებს. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის ოჯახების ახალისება და მხარდაჭერა, რომ მეტი შვილი იყოლიონ და ამ მხრივ დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტებს, საზოგადოებრივი და სოციალური პროექტები, ასევე საკანონმდებლო ტიპის პროექტები გვაქვს. ამ დრომდე ფაქტიურად 12 პროექტი შესრულდა ჩვენი ორგანიზაცია უხელმძღვანელად 12 პროექტს. უშუალოდ დღევანდელ დღეს მე მინდა ვისაუბრო პროექტზე თბილი ზამთარი, რომლის მიზანიც იყო პრინციპში ეს არის სოციალური პროექტი და ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ყველა იმ ოჯახს საქართველოში არსებულ ყველა ოჯახს ვისაც არ აქვს საშუალება რომ თავისი შვილი უზრუნველყოს თბილის სამოსით, ასე ვთქვათ გვერდში დავდგომოდით და რაღაც სახით დავხმარებოდით. დღეს გაიხსნა მაღაზია მეორადი საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია თბილისი მოლში. მესამე სართულზე მაღაზია გასტანს 4 დღე. მინდა ყველას მადლობა გადაუხადო, ვინც გვერდში დაგვიდგა და მინდა დეტალურად ავღწერო პროექტის უპირატესობები. ძალიან კარგი, დიდი მადლობა რომ მობზანდით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ასეთ შესანიშნავ დღეს გიორგობას რომ დაიწყო ეს მეორე ეტაპი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი. ძალიან დიდი მადლობა და GDS-საც დღეს დაბადების დღეა. ჩვენ GDS მულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს გიორგობას. თუ შეიძლება გითხარით მოხალისეები რა შვებიან? ესე იგი პროექტი ორ ეტაპად იყო, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი. პირველი ეტაპი 20-დან 23-ის ჩათვლით ხდებოდა დონორების მიერ ტანსაცმლის მოტანა, ვიბარებდით ტანსაცმელს. ამ შემთხვევაში მოხალისეები ძალიან დიდ შრომას წევდნენ. მიდიოდა ტანსაცმლის გადარჩევა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შელახული პროდუქცია დახლზე არ დაიშვება. შემდგომ მიდიოდა სამოსის საჭიროების შემთხვევაში გარეცვა, ქიმწმენდა. მადლობა მინდა გადაუხადო ასევე თანადგომისთვის ქიმწმენდებს, რომლებმაც ასე ვთქვათ, პროექტში მხარდაჭერა გამოხატა და უკვე მოწესრიგებული ტანსაცმელი, რომელიც დახლზე განთავსდა, ბენეფიციარი, ანუ მეორე უპირატესობა, ბენეფიციარი თვითონ მოდის, თვითონ არჩევს თავის შვილისთვის სასურველ პროდუქციას და მიაქვს სახში. მაპატიეთ, ან მოხალისეები, ყველა წესიერები ყავთ შერჩეულები, ყველას კარგად ეცნოთ, იმიტომ აქ ზოგიერთ შეიძლება მომოდეს იგი გახადოს ვიღაცას რაღაცა. არა, ამ შემთხვევაში რასაგვირელია ხუბრო. არა, ამ შემთხვევაში მოხალისეები მთელი, ასე ვთქვათ, ეს პროექტი მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი პროექტია და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობის პროცესი საკმაოდ ვერ ვიტყვი რომ ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტენდენცია ამისი არის. ანი, ჩემო ძვირფასო, ვიცი რომ უამრავი ხალხი რეგიონებში ცხოვრობს, გასაგებია ეს. მათ ისედაც უჭირთ ალბათ ტრანსპორტით გადაადგილება თუნდაც გზის ფულის გამო. აი მათთან რანაირი მუშაობა მიდის ამაზე რომ უჭირთ ჩამოსვლა თქვენ მიგაქვთ იქით თუ რასაკეთებთ? კი ბატონო, მე თქვენ გეტყვით რომ ჩვენ Facebook გვერდზე თბილ ზამთარზე არის სარეგისტრაციო რეგიონებისთვის სარეგისტრაციო ფორმა იმ ოჯახებს, რომლებიც შეავსებენ ამ აპლიკაციას, DHL დაგვიდგა პროექტს დაუდგა გვერდში და
საქართველოში, ესე იგი, სხვადასხვა რეგიონში, სადაც არის წვდომა, უზრუნველყოფთ ადგილზე არჩეული პროდუქციის, ასე ვთქვათ, შეფუთვას და შემდეგ ჩატანას და უფრო ახლო ტერიტორიებზე ისევ ჩვენი მოხალისეები ჩაერთვებიან. მე როგორც მივხვდი, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური მეორადი ტანსაცმელი ალბათ და შეიძლება ვიღაცას ეცვა ტანზეს და მიიტანა მშვენიერი, კარგი პიჯაკი, კოსტუმი, შეიძლება საერთოდ უხმარიც იყო. ეს 0-დან 1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იყო, არ იყო ამ შემთხვევაში მოზრდილები, ნავარაუდები, ბავშვებზე გვაქვს აქცენტი და ზუსტად პროექტის უპირატესობა, პირველი უპირატესობა, რომელიც მე ვთქვი, ეს არის მოწესრიგებული ტანსაცმელი. ამ შემთხვევაში უხარისხოს მე გულისხმობ და ხეული და ასე შემდეგ ტანსაცმელი დახლზე არანაირად არ მოთავსდება. ყველამ ასეთ მთელი გულით მოიტანა და ფაქტიურად ნაკლებად იყო ისეთი პროდუქცია, რომელიც მიუღებელი იყო. აქვე მინდა მაპატიეთ ვისარგებლო შემთხვევით და მოუწოდოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ მოიტანონ ეს ნივთები, ტანსაცმელი. არ არის აუცილებელი ნახმარი იყო, შეიძლება ახალ და უკეთესიც არის, შეიძლება აღარ უნდა ეს ტანსაცმელი აღარ მოეწონა, აღარ ჭირდება და მოიტანოს და ვიღაცას გამოადგება. რა თქმა უნდა. და პროექტს კიდე მეორე უპირატესობა ის აქვს, რომ დონაცია არის გამჭვირვალე. თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროექტის დონორი და მოაქვს ტანსაცმელი, მიენიჭება უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი და ის ნომერი შემდეგ, როდესაც მოდის ბენეფიციარი, ასე ვთქვათ, შერჩეულ პროდუქციას იმ კოდით და იმ ნომრით რო წაიღებს, საშუალება ექნება დონორს, რომ ნახოს ვის ოჯახში მოხდა მის მოტანილი ტანსაცმელი. სად შეიძლება მიაკითხონ ამ ტანსაცმელს? დონორებმა რომ მოიტანონ? მოტანა ხდება თბილისი მოლში პირველ სართულზე. ყველა უნდა მოვიდნენ აქ თბილისის მოლში. ამ სხვა მისამართები არ არის. არა, უბრალოდ ხდება სხვადასხვა სართულზე, მოტანა ხდება კარფურის წინა ტერიტორიაზე, ეს არის საბავშვო არეასთან არის გვერდზე და თვითონ მაღაზია ფუნქციონირებს საბავშვო ცენტრი ბუმბუმი მესამე სართულზე, იქ არის უშუალოდ მაღაზია, საიდანაც ხდება 4დღიანი მაღაზია, საიდანაც ხდება გაცემა. ესე იგი დონაცია იყო რამდენი დღე? დონაცია იყო პირველი 3 დღე, 20-დან 23-ის ჩათვლით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბენეფიციარი, რომელიც არის მსურველი პროდუქციის გაცილებით აღემატება დონორთა რიცხვს და თუ კი საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთვება და უფრო მხარს დაუჭერს პროექტს, ამაზე კარგი საქმე არ იქნება და ყველას მინდა მოუწოდოთ, რომ დაუდგეს პროექტს გვერდში და ერთად ვაკეთოთ სიკეთ. რა გითხრათ სხვა? შესანიშნავ საქმეს აგეთეთ. ეს იყო ჩვენი დიდებული ადამიანი, ანი მენაბდე. დავამშვიდობოთ მას. კარგად გენდებით. უზრუნველესი მადლობა. ეს იყო არაკორექტული შოუ, მაგრამ თქვენ არ გადართოთ, რადგან წინ გერით ყველაზე გემრიელი სერიალი მზარეულები. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით და გიტოვებ დღის ბრილიანტს. ნახვამდის. ლიბერალიზაცია არ ნიშნავს ევროპის მხრიდან თვალების დახუჭვას შიდა პრობლემებზე, არ ნიშნავს ევროპის მხრიდან წახალისებას, რომ ამ ქვეყანაში გაგრძელდეს ოპოზიციის რბევა, ქვებისროლა და თავისუფალი ტელევიზიების ხელიდან ხელში გადასვლა.